ენერგეტიკულ სასმელებს სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს. სტატისტიკა მზარდია მოზარდებშიც. სპეციალისტების განმარტებით მისი მოხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდებს ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკული სასმელით მოწამვლის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. არის გარდაცვალების ფაქტიც. პედიატრ ნაირა სეხნიაშვილის განმარტებით ეგრეთ წოდებულმა მასტიმულირებლებმა ადამიანებს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას, მათ შორის კუჭისა და ნერვიული სისტემის დაზიანებაც გამოიწვიოს. მოხმარება ძალიან გაზრდილია, რაოდენობრივათაც და ხანგრძლივობითაც. არ წარმოადგენს ნამდვილად უსაფრთხო სასმელს, ვინაიდან მასში შემავალი ისეთი ნივთიერებები, როგორც არის კოფეინი, როგორც არის გუარანი, ჟენშენი, დიდი რაოდენობით შაქრები, საქაროზა და გლუკოზა, ნამდვილად მავნეზე გავლენას ახდენს ბავშვებისა და მოზარდების შინაგან ორგანოებზე. პირველ რიგში, რაც მინდა აღვნიშნოთ, ეს არის კოფეინის ძალიან დიდი რაოდენობა. პირველად, როდესაც სვავს ბავშვი იქნება მოზარდი თუ მოზრდილი, რაღაცნაირად სასიამოვნო ხასიათზე დგება, იმიტომ რომ ენერგიის მოზღვევებას გრძნობს, მხიარულდება, მაგრამ მისმა ხანგრძლივმა და დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება უკუ რეაქცია გამოიწვიოს, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაზე. ბავშვი თავიდან და მოზარდიც ხდება აჟიტირებული, აფორიაქებული, ძილის რეჟიმი ერღვევა, შემდგომ უკვე უძილობამ, ეს მუდმივა გაღიზიანებამ, მუდმივა ტონუსში ყოფნამ იწვევს მეორად ეფექტს და ბავშვი ხდება უფრო მივარდნილი, მოშვებული და ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით გამოყენება იწვევს დეპრესიას და საკმაოდ ღრმა დეპრესიასაც. ასე რომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება მოზრდილებში და ბავშვებში განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ნერვულ სისტემას. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო ნერვულ სისტემას. კოფეინის ძალიან დიდი რაოდენობით და მათში შემავალი სხვა მოტოზინიზირებელი ნივთიერებების ხანგრძლივი ხმარებაც განსაკუთრებით აღიზიანებს გულსისხლთა სისტემას. იწვევს ტახიკარდიებს, არითმიებს და შემდგომ უკვე გართულებს სიშემიის სახით. არც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს არ გვიტოვებს უსაფრთხოდ, ვინაიდან ძალიან აღიზიანებს კუჭის, განსაკუთრებით კუჭის ლორწოვანს, იწვევს გასტრიტებს, იწვევს წყლულოვან დაავადებებს და აი ესეთი ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენება იწვევს დიარეას. დიარეა მეორადად იწვევს გამოფიტვას და იმის მაგივრად რომ ენერგიაზე მოიყვანოს, ესე ბრჭყალებში რო ვთქვათ ამ სასმელა, პირიქით მივარდნილობა, გამოფიტვა და გაუწყლობა ხდება. ასევე დიდი რაოდენობით შაქრები, საქაროზა, გლუკოზა მეორად სიმსუქნეებს იწვევს. დიაბეტის განვითარების ძალიან მაღალი რისკია. ისე რომ თითქოს და ესეთი უსაფრთხო ენერგეტიკული სასმელი ნამდვილად არ არის, აი ესე რომ ვთქვათ, მთლად უსაფრთხო, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის.